გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დიდი ხანი არ ჩამეწერია ვიდეო. ჯერ ამინდები იყო ძალიან ცუდი. შემდეგ გრიპის ვირუსი მქონდა და მოკლედ დიდი დრო გავიდა საკმაოდ. მოკლედ დღეს ჩვენი კლუბის წევრებთან, ჩვენ მეგობრებთან, კაი ხალხთან ერთად გადაწყდა რომ მივდივართ სავარაუდოდ, მოკლედ თუ მარშრუტი არ შეიცვალა. მივდივართ წალკაში დაშფაშის კანიონზე. და რა ვიცი, ნახოთ, მე მგონი კარგი დღე გამოვა. ეხლა გავრეცხავ ბაიქს, საწვავს ჩავასხავ და სხვა ყველაფერი წესრიგშია. ბაიქს ყველაფერი გამართული აქვს, არაფერი სანერვიულო არ არის. და მოკლედ ამინდის კარგი ჩანს. ხოლო ის გადაგრჩენია რომ სასიამოვნოდ გავატაროთ დღე. გამარჯობა, პრემიუმი ჩავასხათ, რა ჩავა. ბარათი გადავიხდი. მეგობრებო, აი ჩემ ეკიპირებაზე მინდა გითხრათ, რამოდენიმე მკითხა რომ თუ გაქვს სრული ეკიპირებაო. სრული ეკიპირება არ მაქვს. თუმცა ყველას გირჩევთ რომ მქონდეს სრული ეკიპირება და მეც ალბათ ახლო მომავალში მექნება სრული ეკიპირება. ნუ ჯერჯერობით მაქვს ხელთათმანები. მაქვს ზედა ყველა დამცავით, ეს არის საზაფხულო ქურთუკიც არ არის მთლად, მაგრამ ნუ დაახლოებით როგორც საზაფხულო ქურთუკი არის, ძალიან გრილი და ჩაფხუტი, რა თქმა უნდა. მოვედით, აბა თუ არიან ჩვენი მეგობრები. კი, აი ხედავ. გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა. როგორ ხარ? როგორ ხარ? კარგად. თედო ბოლოს სად მივდივარ, წალკაში თუ არა? წალკა და ერთი, ანუ იდეები მოვიფიქროთ, ახლა ყველა ერთად მოვლენ. ყველა ერთად შევიკრიბებთ ერთი წუთი რა, ბენზინის სასხავ ზოგი ეს და ერთი 10 წუთი შევიკრიბებთ ყველა და გადავწყვეტოთ. ერთი არის წალკა, მეორე არის რუსთავისკენ არის დეკორატიული სოფელი. და ავირჩიოთ ყველამ ერთად რა. კი, ვიცი, კი ბატონო.
არის ისა რა ქვია შეიომგონია და მეორეც იყო ის იყო მეორე ვარიანტიც კარგი ვარიანტია და ის იქითაა ცეცხლის იქთან არის ხო იქითაც გაიგზავნა მოკლედ მეგობრებო შეიცვალა გეგმები და ნუ ბევრს არ უნდოდა წალკა მე პირადად წალკა მინდოდა იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეგ ხარე ზოგადად საინტერესოა ჩემთვის ну ბევრმა თქვა რომ შორს არისო ბევრმა თქვა რომ ისეთი საინტერესო გზა არ არისო ხო და მოკლედ რა ვიცი მოიფიქრეს უფლისციხე ну მე ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი უფლისციხეში მაგრამ ну რას ვიზავთ ეგ არის ჯგუფური რაიდი ჩემო მეგობრებო ну ჯგუფური რაიდი ეგ არის რომ ხმების უმრავლესობით წყდება რას ვიზავთ თუმცა ცუდი ნამდვილად არ იქნება დარწმუნებული ვარ
ჩვენს უკან არის კი მე მგონი რა ძეგვის მხრიდანო და ძეგვის მხრიდან ეგრე არის რა ვიცი ხო ამ საცობში ესე ჩქარა როგორ გამოვიდნენ დო ხო ვაფშე ეგეთ საცობი აქ არ მინახია ეს რა ხთი ხო არ ვიცი დო გავგი მეგობრებო ეთქობა ძალიან გამოცდილი ბაიკერები ყავს კლუბში და რა ვიცი ყველამ თუ არა უმეტესობამ ალბათ გაგვას რომ ან ნაწილი უკან ჩამოგშა იმიტომ რომ აი საშინელი საცობი იყო აი მოიყარეს თავად მე მგონი აი არ ვიცი ესეთი საცობი აი ამ გზაზე აი წარმოუდგენლად დიდი საცობი იყო რა და რაც არ უნდა იძრომეალო მაინც არის რა დიდი დაბრკოლება და წინაღობა მაინც მეუხედავად იმისა რა ორბორობლიანი ხან ნუ კი ვიფიქრე მეთქი რა ალბათ თუ დაუკარგეს ავდგები და ეს ჯუფური რაიდი გადაკეთდება და გახდება სოლო რაიდი ანუ ნერვიულად არ ღირს რა თქმა უნდა რაღაც ვარ გამოვა უნდა შეცვალო რა და მეთქი რა ვიცი თუ ყველამ გამასწრო და აზრი აღარ ქონდა ეხა მარტო სიარულს თუ ყველა წინ არის უკვე აზრი ეკარგება მაშინ ჯობია რომ მარტო იარო სოლო რაიდი ჯგუფური რაიდი ნამდვილად კარგია თუმცა აქვს როგორც ბევრი პლუსები ისე მინუსები დავიწყოთ პლუსებით პლუსი არის ის რომ რადგანაც ბევრი ერთად ხართ უფრო მეტი მხარდაჭერა და თანადგომა გექნება შენი მეგობრების მხრიდან ну ისეთ სიტუაციებში მაგალითად როდესაც შეიძლება დახმარება გჭირდებოდეს ან საბურავი დაგეშვას ან საწოვი გაგითავდეს და ну ასე შემდეგ რა კიდე ერთი პლუსი ის არის რომ თუ მარტო შეიძლება დაგეზაროს წასვლა მეგობრებთან ერთად და ну კაი ხალხთან ერთად შეიძლება ეხლა აქ ბევრს ახლოს არ ვიცნობ კარგად ну თუმცა ბევრსაც ვიცნობ იქიდან მომავალი ბაიკერები შეგვხდნენ კრუიზერებით არა ეგეც აანასწორებს კიდე მესამე პლუსი არის ის რომ რა არის მესამე პლუსი ამ ყველაფრის ხო ანუ არ მოვიწყენ რა დროს უფრო საინტერესოდ გაატარებ რაღაც ბევრს იცინებ იქ რაღაცას მე ერთად შეჭამთ და ესე რა ესე სიცილკის კისში ჩანთავრდება დღე ხოლო მინუსები აქვს ის რომ შეიძლება ჩამორჩე ჯგუფს შეიძლება ამხელა კოლონა როდესაც გადაადგილდება იქ შეიძლება მოხდეს ინციდენტი ну ბევრი ყოფილა ესეთი მესამე მინუსი აქვს ის რომ უნდა ჯგუფის წესებს დაემორჩილო ну თუ მაგალითად უმეტესობა გადაწყვეტს როგორც დღეს მაგალითად რომ ურჩევიათ წავიდეთ უფლისციხეში უნდა წავიდეთ უფლისციხეში მე მინდოდა წალკაში მაგრამ ну არ გამოვიდა მოვყევი უმცირესობაში ну გუშინ მე მგონი უმრავლესობა წალკაზე იყო შეჯერებული თუმცა ალბათ ну ცოტა ქარიანი დღეც არის შეიძლება მაგანაც განაპირობა და თან ну შორს არისო რა არ ვიცი და ну აქედან გამომდინარე მოკლედ ცხეთასთან გავჩერდით ცოტა ხანი რამოდენიმე მეგობარს ველოდებით და გავაგზავნებთ გზას
ვნახოთ რა ხდება. თედო რა მოუვიდა? იქ შესრახ ახალია წყობილი დავასვარკე რა და შეიძლება ანახხენები ჩაეყარა ან რაღაცა რა. ჩაქრა? ხო და გზაში მიდიოდი და ეგრევე რაღაც გაჭედა რა დრომა. ოი რა სამა. მოკლედ მეგობარს მოუჯდება და ამ ბაიკს აქ დავტოვებთ. ნუ ხდება ხოლმე. ესეთია მეგობრებო. მოტორაიდი. თავარი არის რომ ძალიან სერიოზული არაფერი არ მოხდეს რა. და ესეთი მარტივი რაღაცეებით შემოვიფარგლოთ. რომ აცეპი გადაუძვრეს ვიღაცას მაგალითად ან შეიძლება ჩაუქრეს და რამე სერიოზული არ იყოს ასე ვთქვათ ჯანმრთელობის დაზიანება ან ავარია ან ასე შემდეგ. უკვე მივახლოვდით უფლისციხეს, ნუ დაახლოებით 12 კილომეტრია დარჩენილი. საკმაოდ ქარია და ალბათ ხმაზეც ეთყობა. თელიანი ეს ჩემი ძმაკაცის სოფლის გადასახვევია. გიო მოვიკითხავ შენ სოფელს მაო. ой, რას არავინ არ შემხედრია. სად მოხდა? არ ვიცი, აი ხარ ეს. გამარჯობათ. სალამი. როგორ ახართ? გამარჯობა. ვიცი. აი დიდი სიამოვნებით, მაგრამ აბა. რა ხდება სოფელში? როგორ მიდის ცხოვრება? უფლისციხეში. და ის იქით არის სადღაც არიან. არ ვიცი, სასაფრე მოვიდა უკვე წაიყვანა. აბა მაგრად.
საინტერესო რაღაცები გავუკეთებიათ რესტორანის შატო უფლისციხე. მოვედით უფლისციხეში. გზა ძალიან მშვენიერი იყო. ცოტა ქარია. დანარჩენი ყველაფერი იდეალურად არის.
ეს არის მდინარე მტკვარი, მეგობრებო. всё. დავიძარით ახლა სავარაუდოდ სადმე რესტორანში შევჭამთ გემრიელად. ანუ დაქოქვი დაიქოქება, მაგრამ ცეპენი არა აქვს. ცეპენი არა. ცეპენი არა, ხა ვერ წავაქ. მოიცა მოთხილად. აღლა ვინ მიავიდეს? მოიცა ვიღაც ავიდეს. ხელი მოკიდე. აუ დღეს ძალიან ცუდი დღეა. ანუ ორი ძალიან ისეთი ინციდენტი შეგვემთხვა. საკმაოდ ძიმე. ერთმა ჩვენმა მეგობარმა ფეხი მოიტეხა და
ეხლა რამოდენიმე წუთის წინ მოხდა კიდე შემთხვევა. ან მოსახონში იყო მოკლედ ხრეში იყო რა დაყრილი. აი ვიდეოში ჩანს წეღან გადავიღე და მოკლედ ანუ ვერ შეძლო ამ ქვებისთვის რა, ანუ საკმაოდ ცოტა მსხვილი ქვები იყო რა, ძალიან წვრილი არ იყო. და ვერ შეძლო ამებისთვის გვერდის ავლა. და შესაბამისად როგორც ეს საბურავი შედგა აი ამ ქვებზე მაშინვე დაკარგა ასე ვთქვათ მოჭიდება ასფალტთან და გადავარდა გზიდან. მოკლედ მეგობრებო, ასე დასრულდა დღევანდელი დღე. და რადასხმას შეგვიძლია გავაკეთოთ, შევაჯამოთ რა დღევანდელი დღე. ну მთლიანობაში როგორც დღე ძალიან კარგი გამოვიდა. კარგად გავერთეთ, სასიამოვნო ხალხი გავიცანი, ზოგი ძველი მეგობრები ნახე და შვენიერი განტვირთვა მოვაწყეთ რა მოკლედ საკუთარი თავისთვის. თუმცა ისე ვერ დამთავრდა როგორც გვინდოდა. ზემოთ თქვი უკვე ვიდეოში რა ინციდენტებიც მოხდა. ერთმა ადამიანმა ფეხი მოიტეხა, ერთი გზიდან გადავარდა და საკმაოდ დაბეჭდილობა მიიღო. და ნუ ხასიათი გაგვიფუჭდა რა თქმა უნდა. და აქედან ერთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ რა, რომ მაქსიმალური სიფრთხილე მაქსიმალურად სრული ეკიპირება. იმიტომ რომ ადამიანს გონია რომ აი არაფერი არ მოგივა და მაისურით ზიხარ ხო ბაიკზე. აი როცა გონია რომ არაფერი არ მოგივა, მაშინ მოგდის ზუსტად რა. ხო არ ვიცი, აი ესე რატომღაც მე ესე ვარ დაკვირვებული. იმიტომ რომ თითქოს უთამამდები, თითქოს არ გონია რომ რამე მოგივა და ასე შემდეგ. მაქსიმალურად ვიყოთ ყურადღებით, მაქსიმალურად ვიყოთ ფრთხილები და ხომ მოკლედ მაქსიმალურად ვიყოთ ყურადღებით, მაქსიმალურად მოვეკიდოთ სიფრთხილით და კონდეს სრული ეკიპირება და კიდე რაც თავარია დამაუწყდა. როდესაც დაბალ კუბატურაზე ზიხარ, არის იმისი საშუალება რომ დააზღვიო მოტოციკლი. მე მაგალითად ყავს დაზღვეული. არის სადაზღვევები, რომლებიც აზღვევს დაბალ კუბატურებს. დაბალს როგორ დაახლოებით 400-500-მდე კუბატურებს აზღვევენ ჩვეულებრივად სპორტებს და ალბათ დიდ კუბატურებსაც დააზღვევენ ოღონდ არასპორტებს და კრუიზერებს მაგალითად. ну მაქსიმალურად ეცადეთ რომ დააზღვიოთ. ну მოკლედ სულ ეს იყო. თავარი არის რომ გამოუსწორებელი ზიანი ასე ვთქვათ არავის არ მიადგა და ყველაფერი იქნება კარგად. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.